მოგესალმებით, რადგან ზაფხულის ცხელი დღეებია და ბიჭები გავიდნენ შვებულებაში, თბილისში დავრჩით მხოლოდ მე და იკა. მოკლედ, არ გვყავს რეზი, ამას შეამჩნევდით. არ გვყავს არც ირაკლი, მაგრამ რადგან ფეხბურთზე საუბარი არასდროს არ არის ცუდი და არ აქვს მნიშვნელობა სათხარ, ამიტომ დავსხედით მე და ირაკლი ესე გადავწყვიტეთ. ტელეფონი ჩავრთეთ და მოკლედ, რადგან პრემიერლიგა იწყება და არა მხოლოდ პრემიერლიგა, მე მგონი ცოტა უნდა ვისაუბროთ. შეიძლება არც ისე ცოტა პრინციპში ხო გაჩნია როგორ წავა. შეიძლება ბევრი გამოგვივიდეს საუბარი. მოკლედ, ვინც პირველად ვხედავთ, ეს არის სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტი შედეგს მიღმა, მე გიორგი ვარ, ირაკლი მიმშვენებს გვერდს და გვინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და სრული სამებრ შეგიძლიათ რომ გამოყვეთ TikTok-სა და Facebook-ზე. ხო და ვინც უკვე დიდი ხანია გვიყურებთ, პირველ რიგში მადლობა რომ დიდი ხანია გვიყურებთ და არ ინერვიულოთ, სახელოსნოდან არ წამოვსულვართ. ლუიც ჩართავს ალბათ ამ ვიდეოს და დაუპირდი ლუის რომ სახელოსნოს ბევრჯერ ვახსენებ თქო და აჰა, ეხლა ვიტყვი არსად არ წავსულვართ, უბრალოდ რადგან ტელეფონით ვიყავით ესე და კუსტარულად ჩვენ მე ავაწყე განათება და თუ საშინელად ვჩარვართ ბოდიში, არა დაუბრუნდებით სახელოსნოში, როგორც კი ჩვენი ოპერატორი დაბრუნდება შვებულებიდან. ხო, პრინციპში ჩვენს გეგმებზე ვიტყვით უფრო გადაცემის ბოლოსკენ, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვი, შვებულებების პერიოდია, ჩვენც ვაპირებთ რომ რაღაც პერიოდით გავიდეთ ქალაქიდან და როგორც გითხარით, ამაზე გადაცემის ბოლოსკენ ვიტყვით. კაი, იკა მოვიკითხეთ ხო ერთმანეთი პრინციპში. კი. კამერის უკანაც მოვიკითხეთ, აქაც მოვიკითხეთ, რეზი და ირაკლი მოვიკითხოთ. კაია, დასვენება. უეჭველი რომ ნახავენ ამ გადაცემას. კაი, მოდი პირველი დავიწყოთ პრემიერლიგაზე საუბარი რა, იმიტომ რომ პრემიერლიგა იწყება პარასკევს 15 აგვისტოს ლივერპული როგორც მოქმედი ჩემპიონი გახსნის პრემიერლიგას და დიდი ამბებია პრემიერლიგაში. წეღანაც საუბრობდით, სანამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ სიგიჟეები ხდება და დარწმუნებული ვარ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ უფრო სიგიჟეები მოხდება. სავარაუდოდ თან deadline day მან ხო საერთოდ საგიჟეთია. აბარა. City კიდე ან ზაფხულის დასაწყისში ხო გაგიჟდა და ყველა იყიდა და მე რაღაც თითქოს ჩაქრა და ეხლა კიდე გაგიჟდა და კიდე ხალხს იმატებს. პრემიერლიგაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის რო უკვე სუპერლიგა გახდა და ყველასგან ძალიან წინარიან და აი რაღაცა მეგა რაღაც აქვს შექმნილი, კიდე ერთი ის შეგვიძლია დავამატოთ, რომ წელს იქნება ალბათ ან სიურპრიზებით სავსე სეზონი, ან რაღაცა მოხდება, აი რაღაცა სწავლულს ველოდები რა, რაღაც აი ყოვლად მოულოდნელს, იმიტომ რომ ლივერპულსაც და სიტისაც ორივეს აქვს თითქოს რაღაცა გადატვირთვის სეზონი, ანუ გუნდი გამოცვალეს ძალიან, მანჩესტერი უკვე მემების ის არის რა ქვია, გუნდი გახდა, მაგრამ მანჩესტერი ძალიან აი ბოლო ალბათ 15 წელიწადში პირველად 15 ბევრი მომივიდა ფერგი როდის წავიდა. ბოლო 10 წელიწადში პირველად მანჩესტერი მე მგონი სწორად განვითარდა და სწორი ტრანსფერები გააკეთეს. პლუს პრემიერლიგას ხო ის აქვს რომ აი ბორნმუთი და ბრაიტონი და რაღაც აი mid-table გუნდები სადრე სიურპრიზ შემოგთავაზებენ კაცმა არ იცის. და ეგ გუნდებიც რეალურად ერთი ბორნმუთი დასუსტდა რეალურად რა, იმიტომ რომ მთელი დაცვის ხაზი გაუშვა. დანარჩენი ცოტა ყველა გაძლიერდა და რაღაცა სასწაული ველოდება წელს პრემიერლიგისგან, ისევე როგორც წინა რამდენი წელია ნახულობდით და წელს რაღაცა განსაკუთრებულს ველოდები კიდე ერთხელ. რადგან დაიწყე City და ლივერპული რო ახსენე, ჩემი აზრით ლივერპულმა როგორი რაღაც გააკეთა, იცი? გასული სეზონის განმავლობაში ჩვენ ბევრ გადაცემაში ვახსენეთ, რომ გვარდიოლას რაღაცა გუნდი გადაუბერდა და პრინციპში ეგ ეხლა უკვე გამოასწორა. ლივერპულმა ჩემი აზრით იფიქრა ზუსტად იგივე რა. ლივერპულმა იფიქრა, რომ კი პრემიერლიგა მოვიგეთ, ჩანს რომ ყველაფერი ასე თუ ისე კარგად არის, მაგრამ არ დაგვემართოს ისეთი რაღაცა, რაც დაემართა City-ს. ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი რომ დაიმტრეს რაღაცა სეზონის განმავლობაში, შეიძლება გუნდს ჩამოეშალოს სეზონი, რაც City-ს შემთხვევაში ძალიან კარგად ვნახეთ, ხო, რეალურად როდრი როდესაც დაიტრავა, City მოიშალა. იგივე ექნა ლივერპულმა. წინასწარ გათვალა, ეხლა შემოსავალი რომ ლივერპულმა ბევრი მიიღო ამას, რა თუნდაც ხმა პრემიერლიგაზე ვსაუბრობთ და დაიმატა ვირცი, ეკიტიკე, კერკეში, გიორგი მამარდაშვილის წინა სეზონის ტრანსფერია, მაგრამ მივიდა გუნდში და ფრიმპონგი.
ხუთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და კიდე უნდა იშაკი. დღეს წავიკითხე ლეონი პარმადან ან გეჰი. ხო, გეჰი კრისტალ პალასთან არ ახანგძლივებს კონტრაქტს. ლეონი ძალიან იმედის მომცემ ფეხბურთელად ითვლება ზოგადად იტალიაში. დაანებეთ თავი რა ინტერესო. ხო, დაგვიტოვეთ რა იტალიაში. და ეს არის საინტერესო კიდე ერთი არ ვიცი რამდენად სწორი იდეა, მაგრამ ნახე პრემიერ ლიგის ფავორიტი თითქმის ყოველ სეზონში არის City. ლივერპულმა კიდე შეიძლება იცი რა იფიქრა, რომ City-ს აქვს ძალიან დიდი ცვლილებები. დრო დაჭირდება სავარაუდოდ ცოტა მაინც რომ ანუ გვარდიოლა ცვლის მთელ ფილოსოფიას ეგრე მგონი. ანუ აი აიტნოური რომ მოიყვანა. ეგეთი მარცხენა მცველი გვარდიოლას არ ყოლია ძალიან ბევრი წელი. შერკისნაირი ფეხბურთელი მე მგონი კარიერაში არ ყოლია საერთოდ, ანუ საერთოდ გვარდიოლასგან რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ანუ მგონია რომ ლივერპულმა რო ნახა ეს ტრანსფერები, ჩათვალა რომ აი ეხლა გვაქვს ის მომენტი, რომ არ მოხდება, რაც კლოპის დროს მოხდა, რომ 101 ქულა ავიღეთ და City მოგვიგო. და აი ეგ მომენტი გამოიყენა და მოდი თავიდან დავიწყოთ გუნდის შენება და მან არსენალი ყველას რატო დაუწყდა? აი მაგის შემოტანას ვაპირებდი ახლა ზუსტად. სავარაუდოდ განაღდებული აქვს იმას მეორე ადგილიდან. ესენი მეორეზე გავალ თუ მესამეზე არა, კაი, პირველი თუ არ არის იყოს მესამე, სავარაუდოდ ეგ აზროვნება ქონდა ლივერპულს. ხო, არსენალმა სიმართლე გითხრა ძალიან ჭკვიანური ტრანსფერები გააკეთა. ძალიან. ერთი იყო განსაკუთრებით. ხო, ვიცი სავარაუდოდ რასაც იტყვი, ამიტომ მე გიოკერეშს ვიტყვი. ოკეი. ხო, მე ვიცი ირაკლი როგორ უყურებს ფეხბურთს, ამიტომ ჩემი აზრით ვიცი რასაც ამბობს. მე გიოკერეშს ვიტყვი რა. გასულ წელს განსაკუთრებით აკლდა არსენალს. არა მხოლოდ გასულ წელს, პრინციპში რამდენი წელი ეგრეა, რომ ჰავერცის იმედად არის ცენტრფორვარდად. ნუ ეს გაბი ჟეზუსი არ შედგა და ვიცი. ამიტომ არსენალს ჭირდებოდა ისეთი ტარანის ტიპის ფორვარდი და მოიყვანა გიოკერეში, ღირდა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ევრო თუ ცენტი რაც გადაიხადა გიოკერეშის სანაცვლოდ ღირდა და აი ნახევარდაცვის ხარში ვინც მოიყვანა, ამას მე მგონი ხო ზუბიმენდი არის ძალიან მაგარი ტრანსფერი იმ ხრივ რომ მგონია რომ ცოტა დააპგრეიდებული პარტია. უფრო მეტად დაცვაზე ორიენტირებული, უფრო კარგად შეუძლია რომ 6 ნომერში ცენტრალური მცველის თვისებები კონდეს. ანუ იმას გულისხმობ რომ ბევრად დიდ ზონას გააკონტროლებს სადღაც ცენტრში და ამითი მეტ თავისუფლებას მიიღებს დეკლან რაისი რომ წავიდეს წინ. და პლუს მადუეკე ძალიან კაი ტრანსფერი გააკეთეს ფლანგებზე ანუ ძალიან მარტივად ყავს ორი ფლანგელი და იმათ შემცველებიც უკვე რა ტროსარი მიდისო დღეს წავიკითხე ოღონდ ხო ჯერ წასასვლელია ეგ თუ გიოკერეში იქნება ჯანმრთელად და თუ მალე აუღებს ალყოს ინგლისურ პრემიერ ლიგას იმის მიუხედავად რომ ბრაიტონში აქ ნათამაშე მაგრამ დიდი ვერაფერი ვერ ქნა და კიდე სადღაც აღარ მახსოვს რა მნიშვნელობა აქვს ბრაიტონში იყო და დიდი ვერაფერი ვერ ქნა წავიდა სპორტინგში ამორიმმა კარგ ცხრიანად გადააქცია და დაბრუნდა ახლა პრემიერ ლიგაში არსენალი თუ თავის თავს აი როგორც იქცევა ხოლმე მეორე ადგილზე რო გადის თუ აი მაგას ფსიქოლოგიურად გადააბიჯა თან უკვე რამდენი ხანი ეს გუნდი მწიფდება და trust the process და აი არ დამთავრდა მართლა ყველა მიმი მაგაზეა რომ კრისტალ პალასმა უფრო მეტი მოიგო ბოლო 4 წელში ვიდრე არსენალ მეტი ტიტული ვიდრე არსენალმა ხო მაგრამ წელს თითქოს უკვე всё დაკომპლექტდა და ყველა პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელი ყავს როგორც არტეტას უნდა იმის შემცვლელი ყავს ისეთი როგორც არტეტას უნდა და ზოგადად უკვე ბირთვი დიდი ხანი არის და ოდეგორიც უკვე წელს შარშან ძალიან დიდი ხანი ტრავმა ჰქონდა და წელს სავარაუდოდ კარგ ფორმაში უკვე შეხვდება. ხო, იცი რისი თქმა მსურდა აი ზუბიმენდის თემას რო შეეხე რა. ყველაზე მნიშვნელოვანი მანდ ჩემი აზრით არის ის, რომ ზუბიმენდის ტრანსფერი ხელფეხს გაუხსნის რაისს. იმიტომ რომ რაისში იმ ხელა ფული რო გადაიხადეს, რატომღაც ყველას წარმოედგინა, რომ რაისი იყო როდრი ოდნავ დაბალი დონის, ასე ვთქვათ, ნუ უმაღლეს დონის რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ როდრისთან შედარებით, თუმცა რეალობამ გვაჩვენა ის, რომ მაინც არსენალს დასჭირდა იქ პარტის დაყენება. და ეხლა, როდესაც იქ ზუბიმენდია, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ზუბიმენდის ძალიან მაგარი თამაშები ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზეც. ამიტომ ზუბიმენდის ტრანსფერი მართლა მაგარი ტრანსფერია, პლუს ნონი მადუეკე
ძალიან კარგი ფეხბურთელია. მოკლედ არსენალმა ჭკვიანური სატრანსფერო ფანჯარა გააკეთა, როგორც ჯერჯერობით ხედავთ, შეიძლება კიდე იაქტიუროს ეგეც არის გამორიცხული, ხო? ხო, არაფერი ჭორი არსენალს ვინმე უნდა, მე არ შემხვედრია. ხო. მანჩესტერ იუნაიტედზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრი გულშემატკივარი ყავს საქართველოში, მანჩესტერს და ლივერპულზე ის დავამატოთ პრინციპში, რომ რამდენიმე დღის წინ თასი წააგო, Community Shield-ი წააგო კრისტალ პალასთან და შევაქოთ გლასნერი მეორე ტიტული. მეორე ტიტული 2025 წელს და ხო, ნუ ლივერპული დამარცხდა, თუმცა სლოტი დარწმუნებული ვარ, ხა იმ მატჩიდანაც რაღაც დასკვნებს გამოიტანს. მამარდა სამწუხაროდ ძირითადში არისო. თვითფრინავიდან ჩამოხსნილი ალისონი იდგა ძირითად შემადგენლობაში და კი ველოდით მამარდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ სამწუხაროდ ძირითადში არ დააყენა, ნუ თვითონმა ეგეთი გაწყვეტილება მიიღო. Manchester United ძალიან მაგარი ტრანსფერები. United-ი აი რაც თქვი რომ 10 წლის განმავლობაში პირველად სწორი ტრანსფერები გააკეთეს და თან რო გითხრა რომ ეხლა ჩემპიონობას ველოდები არა. მაგრამ მგონია რომ როგორც მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონას წაეთამაშება. შეიძლება გავიდეს კიდევაც, მაგრამ იქ Chelsea დაგვაუწყდა ჩვენ საერთოდ. ვიტყვით მაგას. Chelsea-ს სათქმე, ანუ რამდენი გუნდიღათ რა უბედურება. მარტო პრემიერ ლიგის გადაცემა ხო არ გამოგვიყვანს. ხო და ძალიან ანუ მწვრთნელს მიუყვანეს ის ფეხბურთელები, რომლებიც უნდა და რომელიც იმის ფილოსოფიაში ჯდება. თან ორივე მანჩესტერის გულშემატკივარი ბალება შეიძლება დაემატოს და ბალებას კარგი მენტორი ეყოლება კაზემირო. აი ძალიან ერთნაირი მოთამაშეები არიან, მე მგონი ბალება ოდნავ დაბალია. ორივე ესეთი 6 ნომერია რა, კუნთებიანი და წარბიროა ქაწეული. ბრუნოს ადგილი იქნება საინტერესო, სავარაუდოდ ტრანსფერებს თუ შევხედავთ, მანდიდან გამომდინარე უკნიდან უნდა ითამაშოს, უფრო რაღაცა 8 ნომერი იქნება და შეშკოდა იმატეს რომელსაც გაგიკვირდება და ნიუკასლს უთხრა უარი, როგორც ყველა. სხვა შორის ნიუკასლე ძალიან სასპონსორო შემოთავაზება ჰქონდა და უარით გავისტუმრეთ, იმიტომ ტრენდს არ ჩამორჩა. ხო. აი ყველაფერი, ყველა მაღაზია, აი ყველა დასინის. არა და რა არის, ფული აქვთ. რეალურად ფულის გადახდა არ არის ნიუკასლისთვის პრობლემა რა. აი ჩათვალე რომ არაბულ გუნდს ესაუბრები, რომელიც თამაშობს პრემიერ ლიგაში. ოღონდ მანდ არის ერთი სხვაობა რა, პიფის ხო არის პიფის რაღაცის რაღაცა რა. ერთი იცი რა შეცდომა დაუშვეს, რომ უნდათ რომ აი როგორც ჯერ ხო მოხდა ეგ მანჩესტერ სიტიში და მე პარი სენ-ჟერმენში და მოდი იგივეს ვიზავთ იყო. ოღონდ სწორად გავყვებით იყო თავიდან, მაგრამ ვერ გათვალეს ერთი რაღაც. მე თუ ვარ ტოპ კლასის მოთამაშე, რომელიც ბევრ გუნდს უნდა, მირჩევნია რომ პარიზში ვიცხოვრო, ვიდრე რაღაცა მოღუშულ იმაში ნიუკასლში, ხო? ანუ რეალურად მგონია რომ მაგდონემდე დადის რა. ეხლა მბაპეს აი რა ხელა სხვაობა უნდა შესთავაზო, რომ მადრიდის მაგივრად იცხოვროს ნიუკასლში და აი გამოშტერდეს, რომ აი ამინდი როდის გამოვა. აი ეგ მომენტი მგონია რომ ბევრს წლის. თან რაღაცა თითქოს გადახვევაცად არა ჰოუის ნიუკასლი მართლა ძალიან სწორი ტრანსფერებით სწორად ვითარდებოდა. წელს ლიგას ითამაშებს. კი, ხო, ლიგას ითამაშებს. თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც არ უნდა მანდ მისვლა რა, ერთი რომ ეგ მიზეზი ქალაქი და მეორე რომ ძალიან გიგანტებამდე ვერ ავიდა რა. ხო, მანდ რახა ნიუკასლს შევეხეთ პრინციპში რამდენიმე სიტყვას ვიტყვი იმას, რომ იშაკიც კი გაურბით და გაურბის კი არა, დღეს საერთოდ თქვა რომ ფეხებზე მკიდე სულ რომ დამიტოვოთ გუნდში აღარ ვითამაშოთ. სახლი გაყიდაო დღეს დაიწერა ატლეტიკმა დაწერა და არ ვიცი ხა ეგ რამდენად მართალი ან რა ეჩქარებოდა ამ სახლის გაყიდვა, ხო თუ გაყიდვაზეა. მაგრამ ნუ ხელმძღვანელობას ოფიციალურად განოცხადაო რომ მე აქ თამაშს არ ვაპირებ, თლად რომ ანუ არ გამყიდოთ და სითაუთი გავაკეთო და არ მათამაშოთო რა და მანჩესტერ იუნაიტედს რაც შეეხება, ჩემი აზრით რამდენიმე დეტალია მანდ მნიშვნელოვანი. პირველი ის რომ საფუძვლიანად ეს გუნდი სეზონისთვის მოამზადა რუბენ ამორიმმა და რუბენ ამორიმი ამის სპეციალისტი არის რეალურად საკუთარი ხელი უნდა დაატყოს მანჩესტერს და ამას ჩემი აზრით გააკეთებს და ბევრი როდესაც აკრიტიკებდა ამორიმს რომ აი სანჩო არ უნდა, ენტონი არ უნდა, ეს გარნაჩო არ უნდა, სხვა შორის ერთადერთი არგენტინელი რომელიც რეზის არ უყვარს.
საქმე იმაშია, რომ ამორიმს განა არ უყვარს და არ უნდა, უბრალოდ არ სჭირდება. არ არის მისი სტილის. ამიტომ ბევრს ეგონა, რომ აი ეს მატეუშ კუნია, რომელიც მოიყვანა, ეს იქნება ცენტრ ფორვარდი და ეგ არის რა. არ ხედავს ეგრე. მატეუშ კუნიას იგი განიხილავს შეშკოს უკან და ესე მანჩესტერის შეტევა გაცილებით საშიშია, ვიდრე იგივე კუნია რო დააყენო წინ. ხო, თან დაფა არ წამოგვიღია, ხო? ძალიან რეალურად თამაშობს 3-4-2-1-ს და ბემუც და კუნიაც იქნებიან ეგრეთ წოდებული shadow striker-ები, რომლებიც იწყებენ build-ups 10 ნომერზე და მერე ხდებიან ცხრიანები, ანუ რეალურად 3 ცხრიანი შეიძლება რაღაც მომენტში ყავდეს საჯარიმოში თუ გაუჭირდება. უკან ყავთ აი პასების იდეალური მიმწოდებული ბრუნო და ვინც თამაშობს 4 მცველით, ეგ ტაქტიკა კარგად თუ სრულდება, აი 3-4-2-1. აი ძალიან რთული დასაჭერია მოთამაშეები და ძალიან რთულია რომ საჯარიმოში ვიღაც არ დაგჭეს. პლუს როცა ორი ლატერალი გაძლევს იმას სიგანეს შეტევაში და მე მგონი რომ აი ეგ ლატერალებიც გამოწრთო, აქეთ დიალო, იქით სავარაუდო დორგუ იქნება, ლუკშოსაც მაგრად შეუძლია მაგ თამაში გაჭირვების ჟამს და იმას დალოს, ხო? და კიდე ერთი ყავს ვიღაც ძალიან მომწონდა და დამოვიწყდა რა მნიშვნელობა. მარჯვენა მცველი თუ? მარჯვენა ლატერალი, პატარა მაზრაუი ყავს მანჩესტერს. მაზრაუი. მაზრაუისაც ალბათ უკვე ან ბევრი ვარიაცია აქვს უკვე ამორებს რა და რაღაცებს იზავს. ნუ მე რომ მანჩესტერის ფანი ვიყო, ბოლო წლებთან განმავლობაში, ბოლო წლებთან შედარებით, ეხლა განსაკუთრებით იმედი მექნებოდა რა. ძალიან მაგარი მიმი შემხვდა. გიფი იყო უფრო სწორად Facebook-ზე ვიღაც წვნელია რა და აშკარად გოლი გავიდა და გარბის და ზეიმობს და როცა კუნიამ გოლი და მე უკან მორბის რა და კაი დავშვიდდეთო რა და როცა კუნიამ გოლი გაიტანა, მაგრამ გახსენდა რომ კარში ონანა გიდგასო რა. ისე ონანას საკითხი ჩამოვაგდეთ და გუშინ გავსალდა ინფორმაცია, რომ დონარუმა მიდის PSG-დან. იმდენად მიდის, რომ სუპერთასის განაცხადშიც კი არ შეიყვანეს, სუპერთასზე იმიტომ არ საუბრობთ, რომ დღეს არის რეალურად თამაში და რამდენიმე სიტყვით შევეხევით, დღეს წერთ და ამ გადაცემას რომ დავდებთ, ის უკვე ჩავლილი იქნება და რამე ისეთი პროგნოზი არ გავაკეთოთ, რომ სისულელე გამოვიდეს. ამიტომ თავს ვიკავებ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას და PSG-ს ბუნებრივია წარმატებები. ხო, არ არის გამორიცხული, რომ დონარუმას შემდეგი destination იყოს მანჩესტერი, რომელიმე მანჩესტერი, ან City, ან United-ი, ორივე გუნდზე იწერება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია და აი ონანას სანდრო ლორდკიპანიძე მას თქვა, რომ ეკარეს თუ შეცვლიანო გამიხარდებაო. ხო, მაგრამ ერთი მომენტია რა. ანუ ონანას სეზონი რის გამოც 55 მილიონად იყიდეს, ხო გახსოვს ინტერში? კი. ანუ ონანა რო გადმოვიდა პირველი ბურთი შენ არ გემახსოვარ, არავის არ ემახსოვრება თუ ინტერის ფანი არ არის. პირველი ბურთი გაუშვა ამ ხანაგურში, იცი როგორი? build-up დაიწყო, build-up-ი გაათამაშეს, ვიღაცამ ცენტრში დაკარგა ბურთი და იქიდან დაურტყეს. და კარში შევიდა და ეს გვერდზე დგას და ანუ კარების გვერდით და წყალს სვავს. კი, მახსოვს. და მეთქი ვაიმე დედა всё დავიღუპეთ თქო და ფინალში გავიდა მაგ სეზონში. ონანას დამსახურება ძალიან დიდი იყო რა. ხო. არ არის გამორიცხული, რომ მანჩესტერმა ეხლა თქვას, რომ გულისხმობ ხელმძღვანელობას, რომ არ გვინდა მოდი დონარუმა, შანსი მივცეთ ონანას ერთი სეზონის და თუნდაც თუ ის 50 მილიონი გადადებული აქვს ტრანსფერებისთვის, რაღაცა სხვა ტრანსფერში გამოვიყენოთ. კაი, პრინციპში ჩელსიზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ჩელსისაც დაანჭვიანური სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდა და აქვს, იმიტომ რომ კიდე მინიმუმ ორ ფეხბურთელს სავარაუდოდ ხავის სიმონს და გარნაჩოს გაიფორმებს. ეს მანჩესტერიდან დაწუნებული გარნაჩო ჩელსიში მიდის უდიდესი ალბათობით. მას შემდეგ რაც სანჩოს კი არა, სტერლინგს დაიმატ გაუშვებსო ჩელსი, დაიმატებსო სწორედ თან მადუაკე უკვე მოიშორა უგულისხმობ გაყიდა საკმაოდ კარგ ფასად და გარნაჩოს მიიყვანსო მოკლედ ფლანგელად. თუმცა მან ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით არის ხავის სიმონსი, რომელიც მოუხდება უეჭველი ჩელსის, ნახევარდაცვა ჩელსის ისედაც კარგი ყავს, ეგ ვიცით, ჟოო პედრო. ჟოო პედრო არის ჩემთვის პირადად თავსატეხი. მიხვდებოდი რატომ პრემიერ ლიგის ფენტეზიში. იმი რომ ტომ აი რაღაცნაირი სტრანული კაცია რა. შარშან გავყიდი ფენტეზიდან და აი ბახ გაქონდა გოლები, ვიყიდი და წითელი დისკვალიფიკაცია. კიდე მერე დაბრუნდებოდა ბაბა, მერე კიდე რაღაცა დაიმტვრევოდა.
ძალიან მაგრად დაიწყო. 5 გოლი აქვს უკვე გატანილი ამ ხანაგურებში ჯამში. იმ სუპერ იმაზე ამერიკის ტურნირზეც ხო გაიტანა თან მოიგო საერთოდ ჩელსი მეგდა. ხო. ესე თუ გააგრძელა რა ვიცი შეიძლება ჰალანდის რეკორდს ცოტა ესე წამოვარტყას და იმას აკნას, მაგრამ რავი აი ჟოაო პედროც თითქოს რაღაცა აი არაფერში არ ჯდება თავდამსხმელია ჩელსიში. ანუ ჩელსის თავდამსხმელზე როცა ლაპარაკობ, გახსენდება დროგბა, ანუ იქ უნდა იყოს ვიღაცა 2 მეტრიანი ფიზიკურად ძლიერი და შკაფი უნდა იდგეს, განიერი ტიპი, რომ ბურთი მიიღოს და ეს რაღაცა ძრომიალა თავდამსხმელია. დელაპი ყავთ იქ და ჯექსონს სად გაუშვებენ არ ვიცი. ხო, ალბათ ჯექსონი. ხო, შორის ეგ ჯექსონი მე მგონი ნიუკასლს შერჩება ბოლო სერიაში. ბოლო სერიაში ეგრეა. ან ეგეც უარს ეტყვის. ან საბოლოოდ ეგეც უარს ეტყვის, შეიძლება არაბეთში წავიდეს როგორც დარვინ ნუნეში მაგალითად. ხო, ჩელსის ძალიან სწორი პოლიტიკა ქონდა, თან ჩვენ წინა გადაცემის ჩაწერამდე ვსაუბრობდით, მე მგონი რომ იქ ჩავი სიმონს რომ მიიყვანენ, ათიანზე ჩავი სიმონსი ჩადგება, პალმერი გადავა მარცხნივ, აქეთ მარცხნივ გარნაჩო შეიძლება იყოს, ან ჟოაო პედროსაც ძალიან გემრიელად შეუძლია აქეთ თამაში. პედრო ნეტოც ყავთ. ნუ წინ ეს ლიამ დელაპი, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ქონდა გასული სეზონი. და ჩელსის საუკეთესო მგონია რომ წელს იქნება ენცო ფერნანდესი. ენცო სტაბილურობით გამოირჩევა თან, კაპიტანიც არის. წინ უკვე იმდენი ხალხია ერთ-ერთზე დასაჭერი რომ ამას ძალიან ბევრი ზონა დარჩება რა, აი ძალიან ბევრი ზონა დარჩება, აი დაახლოებით დეკლან რაის როგორც მიეცემა წინ წასვლის მეტი ფუფუნება, აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე, აქ 4-2-3-1-ია რა, 4-3-3 არ არის. 4-2-3-1-ია და ნუ ენცოს როლი სავარაუდოდ იქნება ეგეთი სახელი აქვს სეგუნდო ვოლანტე, ანუ 6 ნომერია, პოზიციურად 6 ნომერია, რომელიც ხდება 9 ნომერი რა, ანუ ჩარბის შეტევაში, სადაც სივრცეს პოულობს, იქ იღებს ბურთს და ურტყავს. ანუ ძალიან შემტევი 6 ნომერია სეგუნდო ვოლანტე და კაისედო ხო არის კარგი დამსხვევი და ჰატო მოიყვანეს კიდე. ხო. ეს ჰატოს ტრანსფერი მომწონს, იმიტომ ძალიან რომ არ მგონია რომ კუკურეია ამოაგდოს. ხო. ძალიან გაუჭირდება. შეუძლია ცენტრში, დაცვის ცენტრშიც თამაში, თან ცაცია. ცაცია. 19 წლისაა და აიაქსში აქვს 127 თამაში ნათამაშები, კი? ძალიან არ მახსოვდა სიმართლე. არა, ძალიან დიდი ხანია ჰატო აიაქსშია, თან ისე სტაბილურად არის, თან მაღალია ძალიან და შესაძლებელი იქნება რომ აი დაახლოებით ტრენტი რასაც შვებოდა რა, ჰატო მარცხნივ დააყენოს ხოლმე და ავიდეს ცენტრში 6 ნომრად, როცა ენცო გაიქცევა, იმიტომ რომ აქეთ მაგარი გამქცევები ყავს, მალო გუსტო და რის ჯეიმსი და ორივე მაგრად ერთვება შეტევაში და აი ეს დაცვისხად რაღაცნაირად რომ ჩამოაჩოჩოს, რომ 3 და 1 კაცი დაუყენოს წინ, რომ ენცო თუ რაღაცაა გაიქცეს. თან იტალიელი მწვრთნელი ყავთ, იტალიელ მწვრთნელებს აი ეგეთი რაღაცეები ტაქტიკური ცვლილებები და თამაში შენიქით გადმოდის, ხო ძალიან ევასებათ და ჩელსი იქნება ძალიან საინტერესო გუნდი. ნამდვილად. გამომაცნობინა სასტარტოში ვინ იქნება დაცვაში მეტი არ მინდა არაფერი. ხო, ჩელსი ძალიან საინტერესო გუნდი იქნება და ჩემი აზრით საინტერესო გუნდი იქნება ტოტენჰემიც. მიუხედავად იმისა, რომ სონი გაუშვა და ძალიან ემოციურად დაემშვიდობა, სონი მართლა ისეთი ფეხბურთელია, რომ no hater ტიპია რა, ყველას უყვარს, დადებითი ტიპია, ზრდილობა და კულტურა არ ეშლება, ისეთი ქვეყნიდან არის, ძალიან ემოციურად დაემშვიდობა. აი, ტოტენჰემი კი ბოლო 15 დღეში აპირებს რომ იაქტიუროს, თან მედისონი დაემტრა. ძალიან შემეცოდა ჯეიმს მედისონი, მეც მაგრად მომწონს და ბოლო დღეებია ვკითხულობთ იმას, რომ ტოტენჰემი აპირებს არა მხოლოდ სავინიო წამოიყვანოს სიტიდან, არამედ ებერიჩი ეზესაც შეეთამაშოს. ხო, ეზე აი კრისტალ პალასს მე მაგრად მევასება რა. ოლისე ხო მანდიდან წაიყვანა ბაიერნმა და ეზე ოლისე თავდამსხმელების უკან ძალიან კარგი იყო. და წელს ყავთ ეს რა ქვია სარი, ისმაილა სარი და ეზე. ეზე შარშან უნდა ყოფილიყო კრისტალ პალასის ლიდერი, მაგრამ თლად ვერ ულიდერა რა და წელს უკვე გონია რომ ცოტა უფრო შემზადებული იქნება. თან კრისტალ პალას რაღაცა გრანდიოზული ცვლილებები არ გაუკეთებია. იმედია რომ ეზე დარჩება, მე ძალიან მინდა კრისტალ პალასი
რაღაცნაირი გუნდია რა, ორჯერ მოიგო 100 აი რა გუნდმა. სად? ხო, თან აპელაცია წააგო. კონფერენს ლიგაზე ხო გადიოდა იდეაში იმ 100-ით რაც მოიგო. უბრალოდ აპელაცია წააგო. ევროპაზე გადიოდა და კონფერენსზე დაუშვებენ ახლა. ხო, კრისტალ პალასმა შექმნა ძალიან ჭკვიანური სისტემა, გლასნერი ძალიან კაი მწვრთნელია. კრისტალ პალასზე არის რატო გადმოვერთეთ ტოტენჰემიდან, მაგრამ ხო, ეჩე კი არა და ებერიჩი ეზე. რომც წავიდეს ტოტენჰემს ძალიან მოუხდება, ეს ერთი და რომც დარჩეს, ახლა უკვე კრისტალ პალასი როგორ სიტუაციაში ეცი, საკუთარი თავის ჯერა ამ ფეხბურთელებს, თან კარგი ფეხბურთელები ყავთ ახლა რა თქმა უნდა, ხო? ის მატეტა ყავთ, რომელიც ჩვენიერი ფორვარდია, სარი ყავთ, მეკარე გადასარევი ყავთ, ჰენდერსონი ყავთ, მუნიოს ყავთ ფლანგზე კარგი შემტევი და ხო, ატალანტა ჩალიჩობსო მაგის ტრანსფერსო. არა. ის სხვა მუნიოსია კიდე. ის კიდე სხვა მუნიოსია და ეს ყავთ ლაკროაც მანდარი, ეგეც ძალიან კარგი სწრაფი მცველია. ну კამადა ხო არის და რაღაცნაირი ისეთ დაბალანსებული საყვარელი გუნდია. და ხო, საინტერესო, აი პრემიერლიგური გუნდია რა, უხდება ეგეთი გუნდები პრემიერლიგას და მოკლედ მაგარ სეზონს ველით პრემიერლიგაში. ტოტენჰემს ისევ სანამ დავამთავრეთ, მესამეჯერ შეგიცვალეთ. ხო, არა, ტოტენჰემზე უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, რომ მე ვფიქრობ, რომ თუ აი ამ ორ ტრანსფერს განახორციელებს, სავინიოს და ებერიჩი ეზეს, უკეთესი სეზონი შეიძლება გამოვიდეს. პრინციპში ხა არ ვიცი, რამდენი წლის მინიმუმი შეასრულა ამ ევროპის ლიგის მოგებით ტოტენჰემმა, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი იყავს ტოტენჰემს ტომას ფრანკი. და კუდუსი გადაიყვანა. აი, კარგი გაიხსნა. შარშან ან შედეგიანობა მთლად რაღაც ასწაული არ ქონდა, მაგრამ იმიტომ რომ ვესტჰემს ხო, უბრალოდ ვესტჰემს შარშანდელი სეზონი ქონდა ძალიან ცუდი. და ამიტომ არ იყო ეს კუდუსი მაგარი, თორე იმის წინა სეზონებში უკეთესი იყო. ზაში იმის მწვრთნელის შეცვლა და სავარაუდოდ ეზე მაგრამ არ ვიცი ეს მანჩესტერზე რასაც ვლაპარაკობთ 3-4-2-1 ფრანკიც მაგას თამაშობდა ბრენტფორდში თითქმის რა ოღონდ ბემუვისა ყავდა და ნორგარდი თუ დამსგარდი თუ რომელიღაცა იყო რა იგი ნორგორი ყავდა კი ნორგორი ხო 10-იანზე ნორგორი ყავ ხო მაშინ ეგ ბრენტფორდი ანუ ფრანკმა აქციამ ბემუ 70 მილიონიან კაცად და კუდუს ალბათ უკეთეს იზავს და კუდუსზე გამახსენდა ბარემ ვესტჰემზეც თქვა რა ერთი ორი სიტყვა რომ ფორმაცია შეცვალა 4-3-3-დან გადავიდა 3-5-2-ზე 3-5-2 პრემიერ ლიგაში კარგად მუშაობს კი თუ არ ჯერათ ჩვენი ანტონიო გონდეს კითხეთ და ძალიან კარგად გაიხსნა ფილ კრუგი კი 6 გოლი აქვს უკვე გატანილი ამ პრესეზონზე. არა და წინა სეზონის ფლოპია ეგ ხო რა? კი, მთავარი ფლოპი იყო და მაგრად გაიხსნა და ჯარედ ბოუენი ყავთ კიდე, რომელიც ძალიან დაძმაკაცდნენ რა აშკარად ეგენი. ჯარედ ბოუენი მე მგონი დარჩება ვესტჰემში და ლოკალ ლეგენდა გახდა. ლოკალ ჰირო. მოგვაკალდა ეგეთი რაღაცეები რა, ფეხბურთში განსაკუთრებით ინგლისს და იტალიას უხდება ეს ლოკალ ჰიროები. კიდე ერთი ნოტინგემ ფორესტი, მურილიო არსად არ წავიდა. ხო, ჯერჯერობით. მილინკოვიჩიც დარჩა, ელანგა გაუშვეს ნიუკასლში. აი, ელანგა ერთადერთი ადამიანი, ვინც უარი არ უთხრა. ისიც გაიფო რამსდეილიც წამოიყვანა იმან ნიუკასლში. რამსდეილი, ხო, ხო და იმან რა ქვია, ანდრე სანტოსს წამოიყვანა ბოტაფოგოდან. ხო, მე მგონი. და ანდრე სანტოსი უნდა იყო თუ რაღაც ბრაზილიელია რა მოკლედ 9 ნიუკასლმა თუ ნოტინგემმა მე ნახე ილაპარაკე შევხედე ხო და საინტერესო იქნება ის რომ ემაზე პრესეზონზე ათამაშა 4-4-2 ანუ 4-4-2 ხო არის აი ინგლისი რო იძახი ფეხბურთში 4-4-2 და მე მგონი რომ მაგ წყობას უბრუნდება 4-3-3-დან იმიტომ რომ ვუდი და ეგ სანტოსი თუ რაც ქვია ბრაზილიელი ბოტაფოგოდან თუ ის ვინც არის მოკლედ ნახავ ახლა მოიცა ხო და ძალიან კარგად შეთამაშდნენ და დანილო ყოფილა 23 მილიონი დანილო ხო ამას შეიძლება ბევრი რაღაც ქვია და ნუ ფრესკოზე დანილოთია შეყვანილი ასე ვთქვათ 27 მილიონად ბრენტფორდმა წამოიყვანა 23 მილიონად ბოდიში ბოტაფოგოდან კუნია წავს წამოყვანილი იმან ნოტინგემ ფორესტზე ნოტინგემზე ვამბობ კი მე შემეშა ხო და ეს არის ძალიან საინტერესო და ნოტინგემმა კიდე ერთი ძალიან საინტერესო კაცი წამოიყვანა ბოლონიადან 42 მილიონად დოიე
რომელსაც ეფლირტავებოდნენ, რა თქმა უნდა, იტალიური გუნდები. ზუსტად სანდროსთან გადაცემაში რომ ვამბობდი, რომ ეფლირტავებოდნენ იუვენტუსი, ინტერი, მილანი, ყველა ბოლონია რა თქმა უნდა უარზე იყო და ვინ დადო დიდი ფული, რა თქმა უნდა, ინგლისიდან, არც სიტი, არც ლივერპული და არც მანჩესტერ იუნაიტედი, ნოტინგემი და რა თქმა უნდა წავიდა სხვა შორის ერთ ძალიან კარგი ბიჭია ბოლონიიდან, ვინც არ აკვირდებოდით წინა სეზონებში. ამ სეზონში დააკვირდით და მე ვფიქრობ, რომ მოგეწონებათ, იმიტომ რომ დოიე მართლა ძალიან კაი ბიჭი. ორჯერ წაგვართვა სერია. ხო, ამას განსაკუთრებით არ უყვარს ბოლონია და განსაკუთრებით კარგად ვაკვირდებოდი მე ბოლონიელები. კაი, და ეს არის რა უნდა მეტყვი. ხო, ერთ წავკბენ რა, მე ხო იცი ბანკი გუნდები არ მევასება და Nottingham Forest-ში გადავიდო, ისე Nottingham Forest City-ზე მეჯერა კლიკა მოგებული. ხო, ოკეი. ჩემპიონთა ლიგა, ასე რომ თქვათ ისეთი ხელწამოსაკრებო გუნდი არა, ეს პროსტა წავკბინე რა. ხო, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და სასპონსორო შემოთავაზებებისკენ მოგიწოდებთ კომპანიებს, განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომელიც სპორტთან ხართ ახლოს, წყალი, ლუდი, ჩიპსი, ენერგეტიკული შესაბამისად, სადღაც აქ შეიძლება იყოს თქვენი რეკლამა. ჩვენ კი გავაგრძელებთ მოდი ლა ლიგით, იმიტომ რომ მათ სამი რაღაცაა უსათქმელი. ხო, თან მოკლედ შევეხოთ, ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს. ლა ლიგაზე პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ სანამ ჩვენ წინა გადაცემაში საუბრობდით სანდრო ცნობილაძესთან გადაცემაში, მე რო ვიკითხე, იტალიელი ვინ გახსოვთ იმაში მეთქი, ატლეტიკო მადრიდში თქო, ამ პერიოდში კიდე ერთი იტალიელი მიიყვანეს, თან არც ისე ცუდი იტალიელი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჯაკომო რასპადორი წაიყვანა დიეგო სიმეონემ. ძალიან საინტერესო ტრანსფერია, ხო? ლუკმანი უნდოდა, ხო? ლუკმანიც უნდოდა კი. ლუკმანს არ უნდა ინტერი იმედია ეგ საგა დამთავრდება ხო, ლონდონში ზის და ელოდება ინტერს. ხო, ატალანტასთან არ ვარჩევ. 3 მილიონზე ვაჭრობთ, აი. სადაც 45 სიხდი რაღაც 3 მილიონი მოამატე. ლუკმანს მაინც რატო აწვალებ, ხო? ხო, აი, სამივე რატო წვალობენ. ხო, პრინციპში ლა ლიგის ტრანსფერებზე ვისაუბრეთ ჩვენ. ამიტომ ძალიან მოკლედ შევეხოთ ამ ხო, ლა ლიგაზე ერთი რა ინიგო მარტინესი გაიპარა. ხო, სეკრეტ კლოზი ქონია თუ არაბები დამირეკავენო. აი, იცი რას ვერ ვისთვის იყო ეგ secret clause. არ ბარსელონამ არ იცოდა რომ ეგ ედო კონტრაქტში. ხო, არ ვიცი, secret რატოა პრინციპში? ხო, აი secret რატოა. უბრალოდ წარმოიდგინეთ არაბების მდგომარეობა, რომ ტიპს რო დაურეკეს, ადგა გაწყვიტა ბარსელონასთან კონტრაქტი და 14 მილიონზე თქვა უარი. ბარსელონაში ხელფასი ქონია 12 თუ 14 მილიონი გროსი სავარაუდოდ. თუმცა, ანუ რამდენი შესთავაზეს არაბებმა ეგ signature ბონუსი და ყველაფერი, რომ დაიხურა ქუდი და გაფრინდა კატალონია. ეგ 14 რო შეეთავაზებინათ არაბებს, ეგ უკვე ძალიან დიდი, იმიტომ რომ ესპანეთში 50%-ია რა საგადასახადო და არაბეთში იცი რამდენია? 1. ხო, ნუ არაბეთში. ხო და ანუ ეგ დიდ რაღაც ბევრ მილიონს ცვლის ეგ რა 14 მილიონი რო უწერა კონტრაქტში რეალურად იღებს 7 მილიონს რა. საწოდავი. და იქ გაიღებს რაღაც ნუ 13 მილიონს. ხო, სხვათა შორის ეს არაბები ძალიან დაერივნენ. კინგსლი კომანიც წაიყვანეს. კი. არა, ეგ კრისტიანო წაიყვანეს. ხო, მაგრამ ნუ ჟოო ფელიქსიც წაიყვანეს. ეს ალ-ნასრი განსაკუთრებით ევროპულ გუნდს კრავს რა. ზუსტად TikTok-ზე შემხვდა ამას წინათ. ესე იგი 11 ეულში 2 თუ 3 არაბი დარჩა. დანარჩენი სულ ევროპელები ყავს. მაინც ალ-ჰილალი მოუგებს. ნახოთ. იმძაგე მან გადავიდა. კი, ვიცი. ხო, არა, ხო, ეგ ყველა ალია. მაგრამ სიმართლე გითხრა, მიხარია რომ ეგ იმის საუდის არაბეთის ლიგის ჰაიპი გადავიდა რა და გადავიდა რომ ანუ ფეხბურთელები რო წავლენ იმას კი არ ვამბობ. აი სასაუბრო თემა რო არ არის რა, ხო ხდება. ხო გახსოვს რონალდო რო გადავიდა და სეტანტამ რო ეგრევე ტრანსლაციები იყიდა და ყველა აი რონალდოს თამაშის არ არის და პირიქით ისეც ხდება რომ ეს ფეხბურთელები ერთი წელი შეიძლება ნახევარი წელი ფული აკეთონ და გამორბიან უკან. ხო, ანუ ეგ ფულის საკეთებელი ის არა, ადრე ჩინეთი ხო იყო ეგრე. აბა რა, ერთი ოსკარი შერჩა იქ. კი, მე მგონი დღემდე მანდ არის. კი, არა, დღემდე იქ არის ოსკარი. კაი, ესპანეთზე ხო, ესპანეთზე რავშვებით და მე მგონია რომ ეს ინიგო ხო წავიდა და ანუ რეალურად ბარსელონას ჭირდებოდა მცველი, შარშანაც მაგას ვიძახდით რა და რაშფორდი მიიყვანეს. ეს იქამდე მოხდა. რაშფორდმა ნუ ხო სასწაული ბურთი გამაზა, მაგრამ კომოსთან, ხო? კი, იგივეს მაინც ვიტყვი, რომ მგონია რომ რაშფორდს სასწაული სეზონი ექნება. მეც მგონია სიმართლე. მგონია რომ შაბიერ ალონსო
რეალურად ეგრეაო ესპანელებმა ეგრე თქვეს, შაბიერიაო, არც ჩავი ალონსო, არც ჩაბიო, შავიერიო. ესე იგი სიცრუეში გოცხოვრებს. კი, არანაირი ხავი ალონსო. იმდენი ძალიან მაგარი ფეხბურთელი ყავს, რომ გონია რომ ამ სეზონში თლად ბოლომდე რეალს ვერ დაალაგებს. თან ისეთი დომხალი ხდება მაგათ პრესინგში. რაღაც არ მჯერა იმისი, რომ მართლა ალონსო არა, ის ხო არა, ქრისტე ხო არა, იმის შერეკილებიდან ფრაზას ცოტა შეუცვლია გადმოვიდა. და ბარსელონა გონია რომ ლა ლიგაში აი უპირობო ფავორიტია. იმის მიუხედავად რომ რეალს ძალიან მაგარი გუნდი ყავს, მაინც დასალაგებელია რეალი. ძალიან სხვა ფილოსოფიის მწვრთნელი მოიყვანეს და ჩემპიონთა ლიგაზე მგონია რომ ბარსელონა ვერაფერს ვერ იცავს. იმიტომ რომ ამ რეალისტვის ხო ჩვეულებრივი კრიპტონიტია ეს ბარსელონა, რაც არ უნდა მაგარი გუნდი იყოს ბარსელონა და რაც არ უნდა მაგარი გუნდი იყოს რეალი და რაც არ უნდა ცუდხეში იყოს ბარსელონა, მაინც უჭირს ბარსასთან თამაში და ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას თუ ლამასიაში არ ყავს, არ ვიცი, პუიოლი თუ არ ყავს ან რაღაცა სასწაული ცენტრალური მცველი თუ არ ყავს, რომელსაც ჯერ არ აბაზრებენ რომ ყავსო, გონია რომ აი რაც ინტერმა უქნა შარშან რეალურად რომ 7 ჯერ წავიდა შეტევაში და 7-ვე ჯერ გოლი გაუტანა და დანარჩენი აქ გაძლეს რა. ნებისმიერ კარგ გუნდს ეგ შეუძლია რომ ქნას ბარსელონასთან ცველი არ მიიყვანოს. ცველი უეჭველი მისაყვანი ყავთ, მაგრამ სიმართლე გითხრა არ იწერება ჯერჯერობით არავიზე, იმიტომ რომ ინიგოს თემას უცინცხალია მიუხედავად იმისა, რომ ინიგომ უკვე იქ სადებიუტო მატჩიც ითამაშა ამ ხანაგური, მაგრამ ხო, სავარაუდოდ ბარსელონას ჭირდება მცველი და მეტიც ჭირდება მარცხენა ძირითადი მცველი. იმიტომ რომ ინიგო აქეთით არა, რეგიონები ცენტრალური, რომელიც იქნება ცაცია დაუზო. ცაცია მცველი ხო, ამიტომ ბარსელონა სავარაუდოდ ვიღაცაზე ის გააქტიურდება, მაგრამ იქეთ ის პრობლემაც არის, რომ ჟოან გარსია არ ყავთ ჯერ დარეგისტრებული. და დარწმუნებულია რომ ჟოან გარსია დარწმუნებლები არიან რომ ჟოან გარსიას დაარეგისტრებენ. იქ ტერ შტეგენი დაბრუნდა, კაპიტანის სამკლაური დაუბრუნეს, ტრავმირებული ოპერაცია გაიკეთა, მოკლედ დიდი ამბები. ახალი ამბავი ხო არა რომ ხელი მოაწერეო რომ რაღაც მაგის და მაგის მერე დაუბრუნეს. არა. ხელი არ მოაწერა მე მგონი. თავიდან არ მოაწერა ხელი. ხო არა, ეხლა ანუ ნახე როგორ იყო, თავიდან არ მოაწერა ხელი, ჩამოართვეს კაპიტანის სამკლაური, მერე მოაწერა ხელი და დაუბრუნდა. და აქ ამხანაგურ თამაში მიმართა გულშემატკივრებს, რომ მე ყოველთვის ბარსელონას ფანი ვიქნები და ვიყავი და ვაგრძელებ რეაბილიტაციას და მოკლედ მაგარიც. ხო, მოკლედ ბარსელონაში დიდი ამბებია და რეალზე თქვით პრინციპში ატლეტიკო მადრიდია, მე ხა სიმეონეს დიდი მოყვარული რო არ ვარ შენ იცი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დიეგო სიმეონეს ატლეტიკო მადრიდს წინა სეზონშიც და ამ სეზონშიც აქვს პოტენციალი იმისა, რომ იბრძოლოს ლა ლიგისთვის. ამ სეზონში მე ვფიქრობ უფრო იმიტომ, რომ აი დასაწყისში რო ვთქვით ინგლისურ გუნდებზე, აქ კიდევ უფრო მეტი რეფრეში მოხდა რა. ბევრი გადაბერებული ფეხბურთელისგან დაიცალა ატლეტიკო მადრიდი. გულისხმობ ვიცელს, გულისხმობ კორეას, დეპოლიც წავიდა, ხა დეპოლის გაშვება მთლად არ გახარებია ჩემი აზრით დიეგო სიმეონეს, მაგრამ ეგ მისი გააწყვეტილება იყო, სამაგიეროდ 10-ანად მოიყვანა ალმადა, 10 ნომერი ჩააცვეს საერთოდ. რუჯერი, რასპადორი, ალვარესი ყავს, სორლოტი ყავს, გუნდის სიმბოლო გრიზმანი ყავს და ჩემი აზრით აქვს რეალურად პოტენციალი იმისა, რომ ატლეტიკო მადრიდი იყოს ლიდერთა შორის. თუ ამას მოინდომებს დიეგო სიმეონე. არ მონდომებით მოინდომებს თავს დაუდებ მაგაზე, მაგრამ თან პლუს ატლეტიკოსგან რაღაცა სიურპრიზი ალბათ იქნება, რა სიმეონე ხო ისეთი მწვრთნელი გახდა, რომ всё ამოწურა თავისთავად და ბაბახდა. საერთოდ ახალი ფილოსოფია და ახალი თამაშის სტილი შემოაგდო ატლეტიკოში და წელსაც მგონია რომ რაღაცას თან უწევს, კარგახანია, ხო? აი რაღაცა თითქოს უნდა მომწიფდეს და რეალურად ამ ბარსელონას და რეალს კიდევ უფრო მაგარი სეზონი რო გამოუვიდეთ, ანუ ლა ლიგა რო უფრო მეტად დაიძაბოს. ძალიან მოუხდება მაგარი ატლეტიკო საჭირო, ხო, იმიტომ რომ სხვები ვერ უწევენ ახალ კონკურენციას და ატლეტიკო სიმეონეს ხარჯზე კიდე რაღაცას გაჩვენოს, მოდი. ალექს ბაენაც წაიყვანა სხვათა შორის ატლეტიკო მადრიდმა. ყველა იტალიაზე გვაქვს შემდეგ ის გადაცემა გამოგვივა ძალიან მოკლედ. გადავახვიოთ კი არა და მერე ვისაუბროთ, იმიტომ რომ იტალიაზე ჯერ ხო სეზონი ამ კვირაში არ იწყება, იტალიაში 22-23 აგვისტოს იწყება და
ტრანსფერებითაც ბევრი არ არის ასწავლო. კარგი, ბოლოს პრინციპში 10 წუთი ალბათ ვისაუბროთ, პატარა საქართველოს ჩემპიონატი რო გვაქვს მოხოდილი საფრანგეთში და ძალიან მაგარი ამბავია ეგ, წლების წინ ვიღაცას რო ეთქვა რომ 5 ქართველი ფეხბურთელი იქნება ლიგა 1-შიო, შეიძლება გაგვეცინა, გადავიმეოროთ, კვარაცხელია ყავს 6 ზურიკო ჩათვალე შენ სავარაუდოდ, ხო და ლიგა 2-შია სენტეტიენი. ხო. იმედია რომ წამოვა, სხვა შორის პირველ ტურში ითამაშა, შეცვალზე შემოვიდა სენტეტიენში და იმედია რომ წამოვა. ყოველ შემთხვევაში იწერება რომ წასვლა უნდაო და ლიგა 2-დან ჩემი აზრით უნდა წავიდეს. ახლა ბევრი ისეთი გუნდია ლიგა 1-ში, რომელშიც ზურიკოს შეუძლია იყოს ლიდერი. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, რომელზეც დღეს ვკითხულობდი ზუსტად დიდ სტატიას და არამხოლოდ ლიდერი მოედანზე, არამედ ავტორიტეტი გასახდელშიო და ეგ მაგარი ამბავია. იმედია რომ გუნდელები აუწყობენ ოღონდ, იმიტომ რომ ლიონს ფინანსური კრიზისი აქვს. შერკი გაუშვა, ლაკაზეტი თავისთავად წავიდა. ალბათად საკუთარი თავისგან ვერ გამოისყიდა. ალბადა ვერ გამოისყიდეს, ამიტომ დიდი იმედი მაქვს რომ ლიონს გამოუვა ნორმალური სეზონი. ჩემპიონი გახდება თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მიქაუტაძე მანდ იქნება ლიდერი უეჭველი იქნება, უბრალოდ გოლების გატანის შესაძლებლობა იქნება და არ მოუწევს რაღაცა. გაიტანს 20 გოლს. იმედია. გიორგი აბუაშვილი წავიდა მეცში ფოთის კოლხეთიდან და აბომ დააკამბექა კარიერა, მე განსაკუთრებით გულშემატკივრობ. გიო წიტაიშვილი წავიდა იგივე მეცში და ხო, ზურიკო დავითაშვილზე პრინციპში ვთქვით. ხო. 5 გამოგვივიდა. ვინმე ხორ გავიწყო? 4 გამოვიდა. 4 გამოვიდა და 5 ზურიკოს ჩათვლით ამას ვამბობ. აბა მე 6 ვინ გადავთვალე. რა მნიშვნელობა აქვს ცხელა? ავირია. და ნებისმიერ შემთხვევაში ეგ ძალიან მაგარია. სხვა შორის მარსელმაც გააკეთა კარგი ტრანსფერი. პაიშაო წაიყვანა ფეინორდიდან. მარსელი ხო რაღაცნაირი გუნდობა. მარსელი და მონაკო ვერ გაიგებს საერთოდ რა მონაკო პოგბა და აბრუნა ფეხბურთში. ერთი აი ეს მიმები რო გხვდება ხო ეს გრავესენი, სტამი, დიეგო კოშტა და აი ეგეთი გიჟი, აი ყველა გიჟი ვინც არის ერთ გუნდში როა და რაღაც ეგეთი გუნდი შეგრა მარსელმა. არ გამართლა გაგიკვირდებათ და ეხლა მე მგონი იგივეს ის შვება რა ქვია მონაკო. მონაკო ანუ მარტივად მოიგებს პარის სენ-ჟერმენი, რაღაც უნდა მაგას. PSG-ს თავის მხრივ წაიყვანა ზაბარნი ბორმუთიდან 63 მილიონად. 63 მილიონად ფეხბურთი კიდე უფრო გაგიჟდა. შევალიე წაიყვანა, რომელიც სხვათა შორის უნდა ვაღიაროთ, რომ ლუის ენრიკეს ფეხბურთში უკეთ ჯდება, ესეთი გამნაწილებელი მეკარეა და ვაიდა ვინმე მარწაგვართვასო და ეგრევე ეგ ტრანსფერი გაჩარხა PSG-მ. ზაბარნიც ლუის ენრიკეს კადრია. კი ბატონო. და ნუ მარკინიოსი რო ბერდება ნელ-ნელა ეხა რაღაც დონეზე ხო მოუწევს ესულება და მაგას მზად ხვდება, ასე ვთქვათ, ლუის ენრიკე და PSG. ბარკოლას გაუშვებენ ლივერპულში. არ მგონია. ბარკოლა, ხო, ჩემი აზრით როგორ რა იქნებოდა, იცი, ბარკოლას გამშვები რო ყოფილიყო PSG, უფრო ადრე გაუშვებდა და უფრო ადრე მოიყვანდა შემცვლელს. იმიტომ რომ აი ეს ფლუიდური 4 კაცი პლუს ფორვარდი, რა გვარია დამოვიწყდა? გომეში. არა, გომეშია? ხო, გონსალო გომეში. გონსალო რამოში. გონსალო რამოში. ხო, აი ეს 5 კაცი ჩემი აზრით უხდება იმას PSG-ს და არ მგონია რომ ეხა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბარკოლა გაუშვა. მე ესე ვფიქრობ, შეიძლება ვწდები, არ ვიცი. ხო, რამდენი გუნდი გახსენდება ქართველი, რუსი და უკრაინელი ფეხბურთელი ყავს ერთად? აი PSG-ში ეგ ხდება. სენ-ჟერმენი კი. ხვიჩა, ილია ზაბარნი, მატვეი სოფონოვი არიან PSG-ში შემადგენლობაში. ბუნებრივია PSG არის ცალსახა ფავორიტი, თუმცა წინა სეზონში დარწმუნდნენ ქართველი გულშემატკივრები ამაში, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი არის ძალიან კარგი ჩემპიონატი რეალურად. თავისი ფანებით ბუნებრივია გიჟური პერფორმანსებით ტრიბუნებზე უხდება ეგ ყველაფერი ფრანგულ ფეხბურთს და ძალიან გვიხარია, რომ ამ ყველაფერში გარეული არიან უკვე ქართველი ფეხბურთელები და დამიჯერეთ თუ ვამბობთ, რომ ეხლა 4 ქართველი ფეხბურთელია პლუს იმედია ზურიკო სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე თუ ამ სეზონმა ქართველებისთვის ჩაიარა კარგად, გაისად შეიძლება ვთქვათ, რომ 7, 8, 10 ფეხბურთელია რა და ეგ არის იყოს 12. ეგ არის გახსნილი კარი საქართველოსთვის, ქართველი ფეხბურთელებისთვის და ნებისმიერი ფრანგული გუნდი სავარაუდოდ ლუპით აკვირდება ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელს და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეგ. ქართველებზე ერთი ცუდი ამბავიც გვაქვს. ჩაკვეტაძეს ტრავმა ძალიან დროს, ხო? აი ხო, ცუდ დროს, ცუდ მომენტში, ცუდ ადგილას, ცუდი თამაშის წინ. იმედია იქნებ რაღაცა ახალმა ანალიზებმა სხვა რაღაცა ჩვენოს, მაგრამ სავარაუდოდ თურქეთთან არ გვეყოლება და არც ბულგარეთთან.
ბულგარეთთან არა. ისე ბულგარეთის ბილეთები იყიდა და მომწყდა კითხვა. არა, ქორწილია ჩემი კაცის მაგ დღეს. ხო, კვირა. შესული ვიყავი და გამახსენდა რომ მე ვიყიდე ბილეთები. სხვა შორის ორივე თამაშზე ვიქნებით. ირაკლი მე მგონი იყიდა ბულგარეთით, თუმცა ცალ-ცალკე სადაც ვიქნებით გაფანტულები, მაგრამ ხო, ბულგარეთის ყველა ბილეთი არ არისო ჯერ გაყიდული, კითხულობდი და მე ვფიქრობ რომ მაინც თამაშამდე გაიყიდება, მაგრამ 7 სექტემბერი ძალიან ქორწილების დღეა, მთელი ქვეყანა ქორწილში ვიქნებით და შეიძლება მაგიტო არ იყიდება. აჰა, ოკეი. კარგი ბატონო, დასასრულს მე გეტყვით რომ და გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. და ირაკლის მე კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ლუი არა შორს არ წავს ვარ დაუბრუნდებით შემდეგ გადაცემაში სახელოსნოში. შვენიერი. მე კი მინდა გითხრათ რომ შვებულებას ვიღებთ ჩვენს. პრინციპში იქეთ კვირა შეგვიძლია ერთი ჩავწეროთ. თუ იტალიის სერიაზე შეგვიძლია კი. ხო, ნუ მოკლედ სავარაუდოდ რაღაცას ვიზამთ. შეიძლება იქეთ კვირაში დაუბრუნდეთ. თუ არა და საქართველოს ნაკრების მატჩის წინ შეიძლება სტუმართან ერთად სახელოსნოში გემრიელი, დიდი, კარგი სასაუბრო გადაცემა გვექნება, იმიტომ რომ მეორე შეკრება იქნება ეს, როდესაც ჩვენი გადაცემის ფარგლებში ნაკრები ითამაშებს. სომხეთთან იყო პირველი, ეხლა და ნუ ის ამხანაგურებს ბუნებრივი არ ვთვლი გულისხმობ ოფიციალურ შეხვედრას. ხო და ეს ფენტეზის ლიგა გავაკეთეთ. ოჰო. იკაშვებულებაშია და იმედია ჩვენ რაღაცნაირად შევძლებთ რომ ამოვანათოთ კოდი. შევძლებთ თუ ვერ ამოვანათეთ კოდი, მაშინ სადმე ქვევით დავწერთ. აღწერაში უეჭველი დავწერთ. აღწერაში დავწერთ, დავემატეთ. კოდსაც ამოვანათებ იმედია. კი. ჩემი დასამონტაჟებელია ეს ვიდეო და იმედია რომ გამომივა. ხო, თუ ჩვენი ახალი მემონტაჟი კარგად ამოვანათებს ამ კოდს, იკა დროზე დაბრუნდი. კოდი ეხლა ამ წამს არ მაქვს, მაგრამ შემიძლია წავიკითხო აგერ აქ უნდა ეწეროს წესით სადღაც. შენ უკვე შეადგინე გუნდი? მე შევადგინე გუნდი და დღეს 4-ჯერ გადავაკეთე. აჰა. კარგი, მოკლედ ისეთი მომენტია ეხლა რა, რომ აიცვლი ყოველ დღე. შვენიერი. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ ვინც გვისმინეთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, წამის ამბავია და მეორე წამის ამბავია რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ, სხვა შორის 3000 გამომწერს უკვე ავწდით. და ხო, სეზონის განმავლობაში აუცილებლად დავაანონსებთ, რას ვაპირებთ იმაზე, ფენტეზიზე, ხო? სავარაუდოდ გამარჯვებულს ექნება. და ჩვენ რა, მე ვეცდები რომ რაღაც რჩევებიც მოგცეთ შიგადაშიგ. აი კოდი არის ეს 6E1B5P. ეგ მეჩამი ლინკი და მე სადღაც ამოვანათებ. მოკლედ, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ, ბიჭებო, ირაკლის და რეზის მიუმართავ. თქვენ კი დაელოდეთ პრემიერ ლიგას, ძალიან მაგარი სეზონი იწყება. იმედი მაქვს, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი იწყება და წარმატებები პირველ რიგში ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც მრავლად ყავს საფრანგეთის ლიგა 1-ში. გიყვარდეთ ფეხბურთი? არა. ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და რაც თავარია ვერ მოყვევი. უყურე. ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და თუ ვერცერთ ვერ შვები ან რაღაცის გამო, უბრალოდ გიყვარდეთ, ეგეც საკმაოდ. აუცილებლად უნდა გიყვარდეთ. შევხვდებით ძალიან მალე. კარგად.